ცოდნის გარეშე არ არსებობს პროფესიონალი. განათლებული მოქალაქის გარეშე არ არსებობს ძლიერი ქვეყანა. ვისაუბროთ მნიშვნელოვანზე, რადგან ყველაფერი განათლებით იწყება. რადიო იმედის ეთერშია საუბრები განათლებაზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ბრუნდებით დღის არხზე, გადაცემით საუბრები განათლებაზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, ეს არის რეგისტრაცია 2025 წლის გამოცდებისათვის და პირდაპირ ეთერში გვერდდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო თეიკო თქვენს და ჩვენს მსმენელსაც ვიგესალმები. ქალბატონო ნინო, ბოლო სიახლით დავიწყოთ. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იწყება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის, რომ გითხრათ, რამდენი ხანი გაგრძელდება რეგისტრაცია და რა პროცედურის გავლა მოუწევთ პედაგოგებს. დიახ, როგორც თქვენ ძანეთ, უკვე 10 საათზე დაიწყო დღეს მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია და ეს პროცესი დასრულდება 2 აპრილს 18 საათზე. ტრადიციულად რეგისტრაცია მიმდინარეობს ნაეკის, ანუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე ონლაინ ნაეკში. პირველი რაც მინდა აუცილებლად ვთხოვო ჩვენს გამოცდაზე რეგისტრაციის სრულებს, რომ თვითონ რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქციას ძალიან დაკვირვებით გაეცნონ. გვაქვს მცირეოდენი სიახლე მათთვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ის პირები, რომლებიც გადაიხდიან გამოცდის საფასურს, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, საშუალება ექნებათ 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. თქვენ იცით, რომ რეგისტრაციის პროცესში მთავარი არის პირადი ნომერი შეიყვანონ, ზუსტად ამავდროულად აუცილებლად თავიანთი მობილურის ნომერი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ მობილურ ნომერზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გაეგზავნება მესიჯი, 5-ნიშნა კოდით და ზუსტად ეს კოდი უნდა გამოიყენონ მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, ყურადღებით აირჩიონ პირველ რიგში ის ქალაქი, სადაც გამოცდაზე უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა და რა თქმა უნდა კონკრეტულად საგანი, რომლის ჩაბარებასაც გეკმავენ. ქალბატონო ნინო, მოდით ახლა ინფორმაცია მივაწოდოთ აბიტურიენტებს, მათთვისაც უკვე 5 მარტს დაიწყო რეგისტრაცია, 5 მარტიდან გაქვთ მათ შესაძლებლობა რომ დარეგისტრირდნენ გამოცდებისათვის. რა არის თუ არა აქაც გარკვეული ტიპის ცვლილებები და რას მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა? როგორც მასწავლებლებთან, ისევე როგორც აბიტურიენტები, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელთათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის ერთი და იგივე სიახლე გვაქვს რეგისტრაციის თარიღებთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ ყველა ამ მიმართულებით რეგისტრაცია დამთავრდება 2 აპრილს 18 საათამდე, მაგრამ ის პირები, ვინც გადაიხდიან თანხას, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ დაასრულებენ რეგისტრაციის პროცესს, ბუნებრივია მათ საშუალება მიეცემათ 10 აპრილის 18 საათამდე ბოლომდე მიიყვანონ რეგისტრაცია. თუმცა აბიტურიენტებს თქვენ იცით, რომ გამოვყოფ ცალკე, იმიტომ რომ რამოდენიმე ეტაპიანია. პირველ რიგში მათაც ასევე ურჩევ, რომ პირადი ნომერი შეიყვანონ, ზუსტად ასევე რა თქმა უნდა საფასური გადაიხადონ, ასევე რა თქმა უნდა ყურადღებით აირჩიონ ქალაქი, სადაც გამოცდა უნდა ჩაბარება და ასევე ის საგნები, რაც რის ჩაბარებასაც გეკმავენ. ოღონდ აბიტურიენტებს სხვებისგან განსხვავებით 10 აპრილის 18 საათამდე ასევე ექნებათ საშუალება, რომ საგამოცდო ქალაქით შეცვალონ და ასევე საგნების ჩამონათვალიც აირჩიონ თავიდან. ის არის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჩვენ კიდე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, გვაქვს ერთი გამონაკლისი წელს, კონკრეტულად 2025 წლის გამოცდაზე არ დაიშვებიან ის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში.
დიახ, ეს გაითვალისწინონ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. და რა თქმა უნდა, ჯობია რომ რეგისტრაცია არ გაიარონ. ქალბატონ ნინო, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თემას თუ დაუბრუნდებით, მოდით ვისაუბროთ არჩევანზე, რომლის გაკეთების შესაძლებლობა გარკვეული პერიოდი აქვთ, ხო, აბიტურიენტებს, გულისხმობ მიმართულებებს, პროგრამებს, უმაღლეს სასწავლებლებს. დიახ, აი აქ თუ გექნებათ რაიმე რჩევა ან რეკომენდაცია და როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი? ეს პროცესი საკმაოდ ხანძრევად გრძელდება, გულისხმობს საკანონმდებლო პროგრამების პრიორიტეტების ჩამონათვალს, თითქმის მთელი პროცესის განმავლობაში დავიწყეთ რეგისტრაცია, იქიდან მოყოლებული, მათთვის ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის. კონკრეტულად ეს პროცესი, ანუ ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო პროგრამების ჩამონათვალში დასრულდება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღის ბოლოს. უბრალოდ მე რაზედაც ყოველთვის ვსაუბრობ და ჩვენი გამოცდილება უკვე აგეროცლიანი გამოცდილება გვანახებს ძირითადად რა შეცდომას უშვებენ ჩვენი აბიტურიენტები. გახლავთ შემდეგში, თქვენ იცით რომ საკანონმდებლო პროგრამების არჩევანის რაოდენობა შეუზღუდავია და სამწუხაროდ ჩვენი აბიტურიენტები ზოგჯერ 3-2 პროგრამასაც კი ირჩევენ. არადა რეალურად შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ვარს სახელმწიფოს მიერ დადგენილს იქნება ეს თუ თვითონ უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ვარს, რომლის გაზრდის უფლება მათ აქვს. მიუხედავად ამისა, რომ წარმატებით ჩააბარებენ, მოდი ასე ვთქვათ, ყველა გამოცდას, შედეგს ვერ აღწევენ, ანუ ისინი ვერ ირიცხებიან კონკრეტულ საკანონმდებლო პროგრამაზე, იმიტომ რომ თქვათ მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ძალიან მაღალი კონკურსი არის. შესაბამისად, ყოველ წელიწადს ხასობს ამას, რომ დაიმახსოვრონ, რომ შეუზღუდავია ეს რაოდენობა და ამ საშუალებას გამოყენებას ურჩევთ ნამდვილად. ქალბატონ ნინო, ხომ არ გექნებათ კიდევ რაიმე დამატებითი რჩევა გამოცდების მონაწილეებისათვის და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ, სად შეიძლება მოიძიონ ინფორმაცია მსურველებმა და იგეგმება თუ არა ღია კალი დღეების ჩატარება? დიახ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ცენტრი იცით რომ ატარებს ღია კარის დღეებს როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირისპირ და ჩვენ ვეცდებით წელსაც დავფაროთ და მოვიცვათ საქართველოს ყველა რეგიონი, შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, ჩავიდეთ ადგილზე და ნებისმიერ მათკითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მაინც მგონია და გამოცდილება გვაჩვენებს ამან, რომ ონლაინ ღია კარის დღეებში აქტივობა უფრო მაღალია და ხელმისაწვდომია უფრო თუნდაც, იმიტომ რომ გადაადგილება არ უწევთ და სახლიდან შეუძლიათ ჩაერთონ ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან და პირველ რიგში, პირველ ეტაპზე თემა შეეხება აუცილებლად რეგისტრაციის პროცესს, შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ჩვენი საგნობრივი ჯგუფის ექსპერტები ჩაერთვებიან ამ ყველაფერში, რაც შეეხება თარიღებს. ეს ყველაფერი გამოქვეყნება რა თქმა უნდა ჩვენი ცენტრის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და ხოვნა მიაქციონ აუცილებლად ამას ყურადღება, დამიჯერეთ ძალიან ბევრ საკითხზე და ბევრ კითხვაზე ამომწურავ და მაღალ კვალიფიციურ პასუხებს და იღებენ ჩვენი აბიტურიენტები, მაგისტრატობის კანდიდატები და ასე შემდეგ. ყველა ვისაც გამოცდაში მონაწილეობას იღება უნდა. ქალბატონ ნინო, და მთავარი რჩევა რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი, ხშირად ვიმეორებთ ხოლმე აი ამ გადაცემაში, არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკი, იქნება ესე თქვენი მთავარი რეგისტრაცია, თქვენი მთავარი რჩევა და რეკომენდაცია. მართალს ძანებთ, ხშირად არჩევანსაც აკეთებენ თითქოს და პროცესი ბოლომდე მიყავთ, მაგრამ სინამდვილეში შენახვის ღილაკს, როგორც თქვენ ძანეთ, უნდა დააჭერონ ხელი და როგორ მოწვდებენ შენახვის ღილაკის შემდგომ აუცილებლად შეტყობინება მიუვათ თავიანთ მობილურ ტელეფონზე, გაიგზავნება ჩვენიდან 5 ნიშნა კოდი. აი ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად დაასრულეს პროცესი რეგისტრაციის და მნიშვნელოვანია ეს 5 ნიშნა კოდი
შეინახონ, იმიტომ რომ თუნდაც აი ჩვენ რაზედაც საუბრობთ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანის ცვლილებისას დღეს მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ინსტრუქციაში ძალიან დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი, ჩვენ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემებით თუ ნებისმიერი საშუალებით საინფორმაციოში ვაწვევთ ამ ინფორმაციას სამწუხაროდ ამ შეცდომას მაინც ვეშველებენ. და იქნება თქვა წელსაც შესაძლებლობა, რომ ამობეჭდნონ იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ან რეგისტრაციის შესახებ, აი ბოლო ფინალურ ეტაპზე რომ გადიან, ამის შესახებ ინფორმაცია, რომ თქვენი ცვლილებები დამახსოვრებულია დაახლოებით ასეთი შინაარსის ეკნებათ ასევე ამობეჭდონ ეს არის მათი დადასტურების მათი სწორი ქმედების დადასტურება მოდი ასე ვთქვათ და ყოველთვის ურჩევ რომ ეს ინფორმაციები ამობეჭდონ აღარ ლაპარაკობ იმაზე რომ საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდონ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ხო იმიტომ რომ საგამოცდო ბარათის და პირადობის მოწმობის ზე დაყრდნობით შეძლებთ ჩვენი მეთვალყურები შეძლებენ გადაამოწმონ გამოსაცემი და დაუშვან საკამოცდო პროცესზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვქცევთ კიდე რა თქმა უნდა, მაგ თემასაც საინფორმაციო გადაცემით საეთორო დროით ვისარგებლებ და ალბათ ამ თემებზე მერე კიდევ ვექნება საშუალება. არა ერთხელ პირველი მაინც არის რეგისტრაციის პროცესი. წარმატება ვუსურვოთ აბიტურიენტებს და 2025 წლის გამოცდების მონაწილეებს დიდი მადლობა დეტალური ინფორმაციის მოწოდებისათვის და შევახსენებ ჩვენ მსმენელებს რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ნინო წერეთელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა წარმატებები თქვენს და დათქმა უნდა ყველა ჩვენ გამოსაცდელს. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის რეგისტრაცია, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, ასევე გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის, დეტალური ინფორმაცია მოცემული არის გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და აქვე კიდევ ძალიან მოკლედ შევეხები ერთ რეგისტრაციასაც, რომელიც ამჯერად ეხება უკვე პირველ კლასელებს. ცნობილი არის, რომ აქაც გვაქვს გარკვეული ტიპის სიახლეები, განსაზღვრული არის რეგისტრაციის ვადები, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 10 მარტიდან დაიწყო და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე მათ შეუძლიათ დოკუმენტები წარადგინონ სკოლებში 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. მეორე ეტაპი და ამ ეტაპზე უკვე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა მოხდება 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას გაივლიან ის მოსწავლეები, მომავალი მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობენ სასურველ სკოლაში, რომელთა მშობელი სასურველი სკოლის თანამშრომელია და რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად 2 ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში და მესამე ეტაპი არის უკვე საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას შევეხებით კიდევ არაერთხელ, ასე რომ დღეს გამოგვივიდა რომ ჩვენი ძირითადი თემა იყო რეგისტრაცია, ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე და მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით.